მერვე ნაწილი ნომერ მეშვიდე ბედის მატრიცის განხილვისა. რა ტალანტით დაიბადეთ და რა არის ის მისია, რაც უნდა გააღვიძოთ თქვენს თავში და რაც უნდა მოახმაროთ სხვა ადამიანებს საკეთილდღეოდ. რა არის ის ენერგიები, რაც თქვენში არის ძალიან კარგად, ავთენტური ხართ, თქვენი თან ორგანულია ეს ენერგიები და რა უნდა გამოაღვიძოთ რა ენერგიები სხვა ადამიანებში. მაშ ასე. პირველ რიგში ეს არის დიდი სიყვარულის ძალა, იმიტომ რომ თქვენ თავად ხართ ძალიან დიდი სიყვარული, თქვენ თავად შეგიძლიათ გულწრფელი, ნამდვილი, უპირობო სიყვარული და ეს არის რომ დაიჯეროთ, რომ სიყვარული თავად თქვენშია და ადამიანებს აპოვნინოთ სიყვარული თავის თავში, უწილადოთ ეს გრძნობა, ეს ემოცია, განსაკუთრებით თქვენს ოჯახის წევრებს, თქვენს ნათესავებს, გვარს, გენს, სისტემას, ხო, შეიძლება სამშობლოსაც, თუ გაჩნია ხო ადამიანის ინტერესები, სადამდე გადის და ასევე ნიჭიერება. რაღაცა ძალიან დიდი ნიჭი იმალება თქვენში გამოაღვიძეთ, არის რაღაცა ვარსკვლავური ნიჭიერების თვისება და ასევე თქვენი მისია ერთგვარი, რომ ადამიანები დაარწმუნოთ მათივე შესაძლებლობებში, აპოვნინოთ მათ თავიანთი საკუთარი თავის რწმენა და ძალა. რაც აქვს, ყველა ადამიანს აქვს რაღაც თავისებური და აი ამის აღმოჩენაში დაეხმაროთ ადამიანებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის უახლოეს ადამიანებს ნახეთ, ოჯახს, ნათესავებს, გვარს, კი ბატონო, სამშობლოში, ანუ ერს, გენს, ხო, დაანახოთ, მისცეთ, დაანახოთ, რომ თავად არიან სიყვარული, თავად ატარებენ ამ ენერგიას, ამ ენერგიის სიყვარულის დიდი შესაძლებლობები დაანახოთ და დაანახოთ ნიჭიერება, რა ნიჭი აქვთ, რა შეუძლიათ, მისცემის რწმენა, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ, ძალიან ძლიერები არიან და სიყვარულით ყველაფერი გამოუვათ. აი ეს არის მისი ნიჭი, ერთ-ერთი მისია სამყაროში. რაც შეეხება მის ფინანსურ, ასე ვთქვათ, მდგომარეობას, ეს არის აი კარი, ნებისმიერი წარმატების კარი ამ ადამიანს გაეხსნება, ვის მატრიცასაც ვაკეთებ, თუ ის გენებთან, ეგრეგორებთან, ფესვებთან დაიწყებს მუშაობას, მათთვის რამეს გააკეთებს. ხომ აი როგორი არის იცი, წარმოიდგინეთ, ეს ენერგია არის ისევე როგორც აი დენის კაბელები და თუ ამ კაბელს შტეპსელში შეაერთებს დენის წყაროში, შტეპსელი ქართული სიტყვა მაშინვე ამუშავდება და ჩაერთვება და დაიწყება. აი ეს არის პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგას მან ფულისთვის და ჯანმრთელობისთვის მათ შორის. ასევე ეს ყოფილი უნდა გააკეთოს, რაც თქვი, ძალიან დიდი უპირობო სიყვარულით და მაშინვე სხვათა შორის სადაც სიყვარულს ჩადებთ თქვენ, ღმერთის წყალობაც გეხსნებათ, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია ფული, თქვენი გულის ჩაკრა, თქვენი ღვთიური მისია, ოღონდ ეს ყოფილი უნდა დაიწყოთ იმით, რომ ჯერ თქვენ თავი შეიყვაროთ, თქვენ თავში აღმოაჩინოთ ეს ულევის სიყვარული და შეიგრძნოთ კაიფი საკუთარი თავში არსებული დიდი სიყვარულის ძალისგან, რომ მე თავად ვარ სიყვარული. დატკბეთ ამით, კი ბატონო, გაქვთ უფლება დატკბეთ ამით. ცხადია ნორმალურ ჩარჩოებში. მეორე რაზეც ვისაუბრე უკვე, ეს არის ძალაუფლება, დიდი შესაძლებლობა, მართვის ნიჭი და ამაში უნდა ჩადოთ ძალიან დიდი შრომა, ფიზიკური მათ შორის, ხო, ენერგია. ძალიან დიდი ენერგია. ამ ყველაფერს თუ გაითვალისწინებთ, წამოვა დიდი ფინანსები თქვენთან და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თქვენთვის ოფისში დაჯდომა, ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, თქვენ სულ უნდა იმოძრაოთ, სულ გადაადგილდეთ, იმოძრაოთ. მე არ მიყვარს ესე პირდაპირ პროფესიის რჩევა,
მაგრამ მიყვარს ძალიან იმ ენერგიის თქმა, რა უნდა გამოიყენოს იმ საქმეში, რაც გააკეთებს. Კიდევ ერთხელ უსვავ ხაზს, ეს უნდა იყოს მმართველობითი ხასიათი, აი როგორც იმპერატორი დაჯდება და მართავს, ხო, აი ეს უნდა მართოთ თქვენი საქმე, უნდა იყოთ აუცილებლად თქვენი საქმე და არავითარ შემთხვევაში დაქირავებული მოსამსახურე და როგორც თქვი, ბევრი მოძრაობა, ბევრი გადაადგილება და ბევრი შრომის ჩადება, ესე მოიპოვით თქვენ ფულს. რაც შეეხება სიყვარულს, ყველაზე მეტად თქვენს ურთიერთობას დააზიანებს ჩაკეტილი მიდგომა, რაღაცა აკრძალვა, რაღაცა შეზღუდვა, თუნდაც დამოკიდებულება, რომ რაღაცა ურთიერთობაში ცუდია, რაღაცა კარგია, რაც შეიძლება მეტი გახსნილობა. აღვნიშნე წინა ვიდეოში, რომ მუდამ კარგის მოლოდინი, მუდამ პოზიტიურად ყოფნა, თორემ ძალიან ასეთი სენსიტიური და მგრძნობიარია ეს 10-ანის ენერგია, ხო, როგორც კი არ გჯერა მიღბლიანობის უიღბლობას მოკარტმევს აჩუქრად და ბევრი გადაადგილება თქვენს ბალანსი, ეს არის მოძრაობა. მაქსიმუმ იმოგზაურეთ, ხო, მინიმუმ ყველა საღამოს წყვილთან ერთად გადით და პარკში ისეირნეთ. აი მოძრაობა ერთადია, არ ვიცი, ერთად წადით სადღაც მოკეთ მოძრაობა, გადაადგილება. ხშირად იმოძრავეთ, ვითომ რა შუაშია ეს, მაგრამ თქვენთან თავშია, ასე მუშაობს ენერგიები და იმედია გაითვალისწინებთ ამ ყველაფერს და შედეგს დადებთ თქვენს ცხოვრებაში. ეს იყო რიგით მე-7 ბედის მატრიცის, ნიჭის, ფულის და სიყვარულის განხილვა. შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით.